სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო ნინოობასთან ერთად წმინდა ნინოს შემოსვლის დღეს აღნიშნავს მოგეხსენებათ ჩვენი ეკლესია საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია თითოეული ჩვენგანისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ასეა. 1700 წლის თავი გვექნება მომავალ წელს საზეიმო და მე ვფიქრობ, რომ უნდა აღინიშნოს ეს სულიერი თვალსაზრისით, არა იმით, რომ რაღაცა ზეიმი იქნება ხშირად ქართულად რო ვიცით ხოლმე განსხვავებული სადღეგრძელოებით, არამედ უნდა იყოს ნამდვილი სულიერი ზეიმი 1700 წელი საქართველოს სახელმწიფო ქრისტიანობისა, როდესაც წმინდა ნინომ 326 წელს მონათლა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა და ჩვენმა სახელმწიფო ქრისტიანობა ოფიციალურად მიიღო. თუმცა კი იქამდე იყო, რა თქმა უნდა, პატარა ქრისტიანული თემები ანდრია პირველწოდებულის ქადაგების შედეგად დარჩენილი. მაგრამ ამასთან ერთად დღევანდელ დღეს არის პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების მამათა ხსენება. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება 325 წელს შედგა და საიუბილეო თარიღი აქვს აი ამ კრებასაც, 1700 წელი შეუსრულდა წელს. უმნიშვნელოვანესი კრება იყო ეს, ძალიან ბევრის მომცემი იყო ეს კრება, იმიტომ რომ ის დევნულება, რომელსაც მთელი 3 საუკუნის განმავლობაში განიცდიდნენ ქრისტიანები, ქრისტეს სახელის გამო, უბრალოდ რომ ქრისტიანი გერქვა, საერთოდ შეიძლება არც კი შეკითხოდნენ, რას წარმოადგენდი, სად მუშაობდი, ვინ იყავი, გვარიშვილობა, არაფერი არ აინტერესებდათ. უბრალოდ ამისთვის, რომ ქრისტიანი გერქვა სახელად და ქრისტეს მიმდევარი იყო, ამის გამო სიკვდილს ექვემდებარებოდა, ესე იგი, სასჯელი შეფარდებული იყო სიკვდილი. 325 წელს რაღაცა მოხდა გამონათება, თითქოს თვალში გამოხედვა, როდესაც კონსტანტინე მეფის დროს ქრისტიანთა დევნა შედარებით მინელდა, გამოიცა მილანის ედიქტი, ეგრეთ წოდებული ესე მილანის ედიქტი, იმიტომ ქვია, რომ დაიწერა და ქრისტიანობა იქნა შეწყნარებული, ანუ ამის გამო აღარ ხოცავდნენ, თუმცა კი ცალკეულ რეგიონებში ეს მაინც გრძელდებოდა, იმიტომ რომ ამ პერიოდში დიოკლეტიანე მაგალითად კვლავ აგრძელებდა ქრისტიანების ხოცვას, მაგრამ ზოგადად უკვე ქრისტიანებისთვის ეს ძალიან დიდი შეღავათი იყო და როგორც კი ამოისუნთქა ეკლესიამ, აი რა საოცარი რამ არის რა. როგორც კი ამოისუნთქა ეკლესიამ, რომ ფიზიკურად აღარ მოსდევენ ახლა ხმლით და ქრისტიანობის გამო თავს აღარ აჭრიან, იცით რა პრობლემა შეიქმნა? შიგნით გაჩნდა პრობლემა. შიგნით დაიწყო დოგმატური ღვთისმეტყველების შესახებ ისეთი დავა, რომ თვითონ შიგნით ქრისტიანები განა ამ დავაში იმას ეუბნებოდნენ, რომ შენ არა ხარ მართალი და მე უფრო მართალი. არა, სისხლის ღვრამდე მივიდა ეს საკითხიც კი. ქალაქში ერთმანეთს ქრისტიანები დაერეოდნენ ხოლმე და ერთმანეთს ესე იგი ცემატყეპით ისტუმრებდნენ, რომ ვინ იყო მართალი აი ამ ქრისტიანულ დავაში. აქამდეც კი მივიდა საქმე. რას ეხებოდა ეს დავა? უპირველეს ყოვლისა, მე მინდა გითხრათ, სხვა დროსაც ბევრჯერ მithქვამს და კვლავ გაგიმეორებ. მთელი 7 მსოფლიო საეკლესიო კრება, რომლის ოქმები და ჩანაწერები ჩვენამდე მოღწეული კი არ არის, ამითი სარგებლობს და ამაზე დგას მართლმადიდებლური სწავლება. თუ შევაჯამებთ და ერთი წინადადებით ვიტყვით, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, შეიძლება ითქვას, რომ ეს ასეა. განკაცდა თუ არა ქრისტე. ოღონდ სხვადასხვანაირი შეფუთული სახით გვთავაზობდნენ ჩვენ ამ. მათ შორის ბოლო მე-7 მსოფლიო საეკლესიო კრება ხატ-თაყვანისცემას ეხებოდა. ანუ ხატებს უნდა ვცეთ თუ არ უნდა ვცეთ თაყვანი. მაგრამ კითხვა ისმება, განკაცდა თუ არა ქრისტე რა შუაშია ხატის თაყვანისცემასთან? პირდაპირ კავშირშია მინდა გითხრათ. იმიტომ რომ თუ ვიტყვით, რომ ხატების თაყვანისცემა არ შეიძლება, იმიტომ რომ ხატის დაწერა კრეხელობა, მაშინ ვიტყვით, რომ ხო, იმიტომ რომ ჩვენ ღმერთი არ გვინახავს. როგორ არ გვინახავს? ქრისტე ხომ განკაცდა. ვინც განკაცდა, ის ნახეთ და მისი დახატვა მე უკვე შემიძლია. ვერ დავხატავდი ძველ აღთქმაში ეს აკრძალვა, იმიტომ მქონდა რომ ღმერთი არასა და ვის უხილავს, არ მყავდა ნანახი და ვერ დავხატავდი. კრება, რომელიც შედგა ვთქვათ მე-6 და ეხებოდა მონოთელიტობას. მონოთელიტობა ნიშნავს ერთი ნების გამოვლინებას. რომ თითქოს ღმერთკაცი კი იყო,
მაგრამ ნება ერთი ქონდა და მხოლოდ ღვთაებრივი იყო ეს ნება. მართლმადიდებლობამ სასტიკად უარყო ეს და თქვა, რომ არ შეიძლება ღმერთ კაცს კონდეს ერთი ნება, იმიტომ რომ ის სრული ღმერთია და სრული კაცია. და თუ მხოლოდ ღვთაებრივი ნება გააჩნია მას, სადღა არის კაცება? დაიკარგა კაცება და ვეღარ ვიტყვით მის იპოსტასში, რომ ორი ესე იგი ღვთაებრივი და ადამიანური ბუნებაა. ესე იგი აქაც კი ლოგიკური ჯაჭვი მიდის იქამდე, რომ განკაცდა თუ არა ღმერთი. მიგიყვანენ მონოფიზიტობა, აი მონოთელიტობა ემსახურებოდა იმას, რომ დაბრუნებოდნენ მონოფიზიტურ მწვალებლობას. მონოფიზიტობა ამბობდა, რომ განკაცდა ღმერთი, ოღონდ ღვთაებრივმა ბუნებამ სრულიად შთანთქა კაცობრივი და აღარაფერი აღარ დარჩა მასში კაცის. და ეს არის, ესე იგი, გარეგნულად კი არის ესე კაცია, მაგრამ სრული ღმერთია და არც ტკივილგანმცდელია და ანუ ჯვარზე, როდესაც ან იერუსალიმში რო ტირის, ეს ყველაფერი თეატრია. დაახლოებით ასე უხეშად ვლაპარაკობ ახლა, მაგრამ ვცდილობ რომ მოკლედ მოგახსენოთ ამ ყველაფრის შესახებ. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ასე იყო ვთქვათ სხვადასხვა კრებების სხვადასხვა მიმართულებით. ყველაზე ახლა დღეს ვერ მოვახერხებთ საუბარს. პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება შეეხო არიოზის მწვალებლობას. არიოზი იყო მღვდელი, რომელმაც იქადაგა ასეთი რამ, რომ იყო დრო, როდესაც იესო ქრისტე არ იყო. გამოდის რომ ის მაშინ დროში შექმნილია. დროში შექმნილი ვართ ჩვენ. ნებისმიერ შექმნილს აქვს დასაწყისი და დასასრული. თუ დასაწყისი და დასასრული აქვს, ის არ შეიძლება არსებით იყოს ღმერთი. ჩვენ ადამიანებს შეგვიძლია ღმერთები ვუწოდოთ, ოღონდ არა ბუნებითად, არამედ მადლისმიერად. აი როგორც იწყება 59 ფსალმუნია, მე ხომ არ მეშლება. ღმერთი ღმერთთა იტყოდა. რას ნიშნავს ღმერთი ღმერთთა იტყოდა? ღმერთი ღმერთთაი, ანუ ღმერთების ღმერთი. ადამიანების ღმერთი, ამაზეა ლაპარაკი. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, ნახეთ, თუ კი ვიტყვით რომ დროში შექმნილია იესო ქრისტე, ის ღმერთი არ ყოფილა. და აი ამას მოყვა ძალიან დიდი დაპირისპირება. არიოზი ჭკვიანი კაცი იყო, მას შეეძლო პოეტური ნიჭი ჰქონდა და ლექსებად წერდა ამ თავის სწავლებას. ლექსი მოგეხსენებათ უფრო ადვილად დასამახსოვრებელია და ამიტომაც ადამიანები ამას იზეპირებდნენ და ყვებოდნენ ქუჩებში და ამის გამო იყო ძალიან დიდი დაპირისპირება, როგორც უკვე მოგახსენეთ და კონსტანტინე მეფე მოიწვია ეს კრება 325 წელს ქალაქ ნიკიაში. ნიკია დღევანდელი თურქეთის ტერიტორია, ასე აღარ ქვია ამ ქალაქს. მართალი გითხრათ, დამავიწყდა რა ქვია? იზნიკი. აი, მიშა აგერ ყავს იცის ესეთი ამბები. და იქ შედგა მოკლედ ეს კრება, სადაც 318 წმინდა მამა ესწრებოდა და მათ მიიღეს მრწამსი, რომელსაც ახლა ჩვენ ვგალობთ, ეს მრწამსი სწორედ იქ იქნა მიღებული, ოღონდ არა ბოლომდე. სადაც იწყება ეს სიტყვები, დასული წმინდა უფალი, რომელი მამისაგან გამოვალს, აქამდე მიიღეს მრწამსი. მეორე კრებამ დაამატა უკვე ეს სიტყვები, დასული წმინდა უფალი, რომელიც მამისაგან გამოვალს, მამისათანაც, ისათანაც აყვანისმების და იდიდების. იმიტომ რომ მეორე კრება უკვე შეიკრიბა იმისთვის, რომ გაჩნდა იქ რაღაცა სულიწმინდის შესახებ სწავლებაზე, როგორი უნდა ყოფილიყო გარდამოცემა და მართლმადიდებლური სწავლება. მე ვიცი რომ ეს თემა ცოტა ესეთია, დამღლელია და შეიძლება თქვენ ჩემგან არ ხართ ასე მიჩვეული ასეთ საუბრებს, მაგრამ ეს აუცილებლად საწოდნელია. და ერთხელ გითხარით, რატომაც არის საწოდნელი და მოდი კვლავ გაგიმეორებთ. იცით რატომ არის საწოდნელი? როდესაც ადამიანი პატარა ბავშვია და პატარა ბავშვი რაღაცა სიტყვას სწორად ვერ გამოთქვამს, ჩვენთვის ეს ხომ ღიმილის მომგვრელი ახლა ჩემი შვილიშვილი ისი ამახინჯებს სიტყვას, რომ ყველას გვეცინება. მაგრამ ჯერ 3 წლის არის. ეხლა წარმოიდგინეთ, ეხლა ეს ჩემი შვილიშვილი 30 წლის რო გახდება, კიდე ისე რომ ილაპარაკოს. ეს ხომ სასაცილო აღარ იქნება. ეს სასაცილო კი არა, ტრაგედია იქნება, იმიტომ რომ ეხლა როგორც ამახინჯებს ის სიტყვებს, ისე რომ ილაპარაკოს მან დასრულობაში, ნამდვილად ტრაგედია იქნება. ვიტყვით რომ რაღაცა ნაკლულევანება აქვს ამ ადამიანს გონებისა. ამიტომაც სწორად თქმა ნიშნავს იმას, რომ შენ ჩამოყალიბებული ხარ რაღაცაში და სწორად იცი როგორ თქვა, როგორ გამოთქვა აზრი. ესე იგი ჩამოყალიბებული გონება გაქვს და ამიტომაც ამას ასე ახერხებ. და თუ ამას ვერ ახერხებ სწორად, მაშინ არ გაქვს ჩამოყალიბებული გონება. ანუ ჩვენ თუ არ ვიცით
მართლმადიდებლური სწავლება, მაშინ ჩვენ მართლმადიდებლობისგან შორს ყოფილ ვართ. ამიტომაც აუცილებლად საცოდნელია ის, რაც მართლმადიდებლობამ მოგცა ჩვენ და უნდა ვიცოდეთ. მრწამსი, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ეს არის გარდამოცემა ჩვენი სარწმუნოებისა, ეს იმას კი არ ნიშნავს, მრწამსი უნდა იცოდეს ზეპირად, რამდენსაც გინდა იმდენს გაიგებ, ასეთ სიტყვას, რომ უნდა იცოდეს ზეპირად. აი ზეპირად ცოდნამ რა შეიძლება მოგცეთ მრწამსისა? რომ იტყვით ლექსივით? მაგრამ აბა განმიმარტეთ ეს სიტყვები, რომ მრწამს ერთი ღმერთი. მამა ყოვლისა მყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყანისა. ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა. აი ესე რომ უნდა კითხულობდე ამ მრწამს, უნდა გესმოდეს მისი შინაარსი, რომ რისი გწამს. სიტყვები ასე იწყება, მწამს. ამიტომაც თუ ეს არ იცი, ზეპირად ცოდნა არაფერში არ გვარგია. ყოველთვის, როდესაც არის წმინდა მამების ხსენება, რომლებიც მსოფლიო საეკლესიო კრებებზე შეიკრიბნენ, რომელი კრებაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის იკითხება საკითხავი იოანეს სახარების მე-17 თავი. და მე რამდენიმე ფრაზა მინდა შეგახსენოთ აი ამ სახარებიდან. ასე იწყება ეს სახარება. ამას იტყოდა იესო, აღიხილნა თვალნი თვისი ზეცად და თქვა: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენი. ეს არის ლოცვა, რომელსაც ქვია სამღვდელმთავრო ლოცვა, ასე ქვია მას მამათაგან და ჩვენ აი ამ ლოცვას ვკითხულობთ, როგორც უკვე მოგახსენეთ, მაშინ, როდესაც არის კრებათა მამების ხსენება. 7 მსოფლიო საეკლესიო, რომელი კრების ხსენებაც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს. ეს პირველ რიგში გასწავლის იმას, რომ რაღაცა, როდესაც გაქვს განსაკუთრებული დრო, უნდა მიხვიდე და ლოცვა უნდა იცოდე, იმიტომ რომ მას როგორც ღმერთს ლოცვა არ სჭირდება, მაგრამ როგორც ადამიანი, სრული ადამიანი გაჩვენებს იმას, რომ შენნაირია, შენნაირი ბუნება აქვს მას და შენგან განსხვავებით ცოდვას უარყოფს ყველანაირს, შენ კიდე მიდრეკილი ხარ განსაკუთრებულად ამ ცოდვისაკენ და კეთილი უნდა ინებო, რომ აი ამ განსაცდელების ჟამს ლოცვა ისწავლო, რომ ამ ლოცვით რაღაცნაირად გადალახო რთული ეტაპები. იწყებს ლოცვას ასე: მამაო, მოიწია ჟამი ჩემი, ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენ. მოიწია ჟამი ნიშნავს იმას, რომ დადგა დრო. პირველ რიგში ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ შემთხვევით კი არ მომხდარა ეს და რაღაცა დროის მდინარებაში რომ დაემთხვა კი არ არის. ღმერთი უშვებს ამას, ნებაყოფლობითია. რატომ ერთი წლის წინ არ დაუშვა, როდესაც კლდეზე აიყვანეს გადმოსაგდებად მისი სიკვდილი, იმიტომ რომ არ იყო მოწევნული ჟამი. აი ამ ჟამის და დროის მდინარებას, რა თქმა უნდა, ღმერთი აკონტროლებს. რომელ დროში ინებებს ის განკაცებას, ვისგან ინებებს განკაცებას, რომელ დროში ინებებს ის, რომ აღესრულოს, როგორც ესე იგი, ჯვარზე ადამიანური ბუნებით, აი ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, აკონტროლებს და ეს სიტყვები სწორედ ამისი დასტურია. ესეც, რასაც მე ვლაპარაკობ, ახლა იცოდეთ, რომ დოგმატური სწავლებაა ესა. და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიცოდეთ, რომ არ გვეგონოს თითქოს დროის მდინარებას მოაქვს რაღაცა მოვლენები, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ხდება, კარგით ცუდი. ადიდე ძე შენი, რათა ძემანცა შენმან გადიდოს შენი. რას ნიშნავს იცით ეს განდიდება? ამაზე მინდა შევჩერდე და აღარ დაგლით მე კიდევ ერთօր წინადადებას წაგიკითხავთ. ეს განდიდება ნიშნავს იმას, რომ უნდა მოკვდეს. აი რას ნიშნავს სიკვდილით განდიდება? ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად არა გვაქვს პასუხი და ადამიანები მოსულან შეკითხვით და უთქვამთ, რომ აი მამაო, ესეთი ომები რომ ხდება, რატომ უშვებს ამას ღმერთი? აი ესეთი რაღაცა ახალგაზრდის გარდაცვალება რომ ხდება, რატომ უშვებს ღმერთი? აი ესეთი განსაცდელი რომ აქვს, რა დავაშავე, რატომ უშვებს ამას ღმერთი? რატომ არ შეუძლია რომ აღკვეთოს? მე გეტყვით, რომ შეუძლია. უფრო მეტით შეუძლია. იცით რა შეუძლია? თითოეული ჩვენგანი ბოჩოლად გადააქციოს, რომელსაც ექნება გენეტიკური კოდი, გამოხვალ, იბალახებ, შეხვალ დაწვები დაიძინებ. აღარც ომი იქნება, აღარც ესე იგი გარდაცვალებაზე ნერვიულობა და არაფერი მსგავსი. ოღონდ ბოჩოლა იქნები. უკაცრავად ეხლა ასე უხეში ნათქვამისთვის, მაგრამ აი ამ კითხვას, როდესაც სვავს ადამიანი, გამოდის, რომ ღმერთისგან იცხოვს ძალადობას.
რომ ღმერთმა უნდა იძალადოს ჩემს ნებაზე, რომ სიკეთე მაკეთებინოს მხოლოდ და მხოლოდ. და ეს ასე არ არის. განსხვავება ცხოველთა სამყაროს და ადამიანს შორის სწორედ ეს არის, რომ მე ჩემი ნებით ვირჩევ იმას, რა გავაკეთო. და ცხოველი ამას არ ირჩევს. ცხოველს აქვს გენეტიკური კოდი მიცემული, რომელიც მის სისხლშია სხვათა შორის, ამიტომაც არა მარტო ძველ აღთქმაში, ახალ აღთქმაშიც კი, როდესაც კანონებს ღებულობდნენ, სისხლის მიღება აიკრძალა და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთ-ერთი მიზეზი, რომ არ შეიძლება სისხლიან საკვებს ჭამდეს ქრისტიანი, იმიტომ რომ მასში ის გენეტიკური კოდია. უნივერსიტეტის დამთავრების შემდგომ კი არ იცის თხამ, რომელი ბალახი უნდა ჭამოს და რომელი არ ჭამოს, რომ დაიბადება უკვე იცის და იცის მისი სისხლისგან. ფუტკარმა თაფლი როგორ გააკეთოს და უამრავი ამ სამყაროში უამრავ რამეს ნახავთ, ეხლა რაღაცას მედუზებზე ვკითხულობდი, გავგიჟდი კი ნახავთ, ისეთი რაღაცები წერია. და როგორ, საიდან ამ მედუზამ ეხლა რა ქნა, ამ განვითარების ამ საფეხურს როგორ მიაღწია, რომ ასე სწავლობდა და ახლა შთამომავლობას გადასცემს ეხლა თავის. არა, ერთადერთი გამონაკლისი არის ადამიანი, რომელიც შეიქმნა ხატად და მსგავსად, არსად არაფერზე სამყაროში. შეიქმნა ცა, მიწა, წყალი თუ გაყოფა მოხდა წყლისა და არსად არაფერზე მსგავსი არ წერია, ადამიანზე წერია ხატად და მსგავსად. და ამ ხატებაში და მსგავსებაში გახლავთ ჩემო ძვირფასებო, მთელი ჩვენი სიმდიდრე, მთელი ჩვენი თავისუფლება, მთელი ჩვენი შემკულობა შეიძლება ესე ითქვას, რომ მე უნდა გადავწყვიტო ეს. ამიტომაც, როდესაც იკითხავს ვინმე, რომ რატო უშვებს ღმერთი ამას? მე გეტყვით, რომ ღმერთი კი არ უშვებს ამას, ადამიანი უშვებს ამას. ადამიანი თვითონ წყვეტს ამას და თვითონ ღებულობს ამ გადაწყვეტილებას. ეს იქნება ომი, ეს იქნება უაზროდ სიკვდილი, ეს იქნება რაღაცა მსგავსი ამბავი, რომელსაც ჩვენ რაღაცა ტრაგიკულ ამბებს ვეძახით და ისე ვიქცევით, თითქოს ღმერთზე უფრო მეტად გვიყვარს ჩვენ ის ადამიანი. ის თუნდაც ჰიტლერი იყოს და თუნდაც მის მიერ ნაწამები ადამიანები. არც ერთი და არც მეორე ჩვენ უფრო მეტად არ გვიყვარს, ვიდრე ღმერთს უყვარს, იცოდეთ. ამიტომაც, თუ რამ ზრუნველობა შეიძლება გამოჩნდეს ჩვენ მიერ, ერთადერთი არის ის, რომ გულშემატკივარი იყო ყველა დაჩაგრულისა, გეცოდებოდეს ყველა ჩაგრული და ლოცულობდე მისთვის. და არა ის, რომ ღმერთს ედავებოდე, რატომ უშვებ შენ ახლა ამას. უშვებს ადამიანი თავისუფალი ნებით, როგორც უკვე მოგახსენეთ. მაგრამ რას ნიშნავს ეს გარდაცვალებით განდიდება? წეგარ ამაზე დავიწყე და ვეღარ დავასრულე. ეს ნიშნავს იმას, ჩემო ძვირფასებო, რომ სახარებაში წერია ასეთი სიტყვები. იმისი ნუ კი გეშინიათო, ვისაც თქვენი ხორცის მოწყვეტა შეუძლიაო. იმის უნდა გეშინოდეთ, ვისაც თქვენი სული შთაგდება შეუძლია ჯოჯოხეთშიო. ქართულ ენაში ჩვენ არ გვაქვს განმასხვავებელი ნიშნები, ანუ დიდი ასოთი არ იწყება ჩვენთან და რაღაცა კერძო სახელებს სხვა ენებში მოგეხსენებათ და რაღაც წინადადების დასაწყისში ყოველთვის დიდი ასო გამოიყენებათ. ნუ ეხლა ყველასთვის ცნობილია ეს ამბავი. მაგრამ წმინდა წერილში, როდესაც ვკითხულობთ, არა აქვს მნიშვნელობა წინადადება იწყება თუ შუა წინადადებაშია, ღმერთი ყოველთვის თუნდაც ნაცვალ სახელში იყოს მოხსენიებული, აუცილებლად დიდი ასოთი იწერება. ამიტომ ეს წინადადება, თუ ჩვენ წავიკითხავთ სახარების აი ამ ციტატას სხვა ენაზე, ინგლისურად, ბერძნულად, რუსულად მნიშვნელობა არ აქვს. სწორ გამოცემაში ვგულისხმობ, იცით როგორ წერია. იმისი კი არ უნდა გეშინოდეს, ყველა პატარა ასოთი დაწყებული სიტყვა, იმისი კი არ უნდა გეშინოდეს, ვისაც შენი ხორცის მოწყვეტა შეუძლია, არამედ იმისი გეშინოდეს და იმისი სიტყვა დიდი ასოთია დაწყებული. უნდა გეშინოდეს, ვისაც შენი სული შთაგდება ჯოჯოხეთში შეუძლია. და ეს იმისი გახლავთ ღმერთი, იმიტომ რომ ეშმაკის კი არ უნდა გვეშინოდეს, ღმერთის უნდა გვეშინოდეს. და ხორცის მოწყვეტა რომ იყოს დასასრული, მაშინ ვიტყოდით, რომ ნამდვილად გაიმარჯვა მაგალითად დიოკლეტიანემ წმინდა გიორგიზე. მაგრამ რომელ ხატში გინახავთ თქვენ ცხენზე დიოკლეტიანე და ძირს დაგდებული წმინდა გიორგი? პირიქით არის ყოველთვის. ნუ ეხლა გველეშაპი ცოტა მოგვიანებით დახატული ხატებია, მაგრამ უძველესი, მათ შორის სვანეთში შემორჩენილი უძველესი წმინდა გიორგის ხატები ნახეთ, აბა წმინდა გიორგი ცხენზეა, დიოკლეტიანე ძირს არის დაგდებული და დიოკლეტიანე მას, ესე იგი, დიოკლეტიანე კვდება და წმინდა გიორგი ცოცხალი რჩება.
და რატომ არის ეს ამბავი, ხომ არ იცით? იმიტომ რომ ხორცით, რა თქმა უნდა, პირიქით იყო. წმინდა გიორგი მოკვდა და დიოკლეტიანე ცოცხალი დარჩა, მაგრამ სულიერად არა. სულიერად გაიმარჯვა წმინდა გიორგიმ და ამ სულიერ გამარჯვებას ქვია სწორედ განდიდება. იმიტომ რომ სულიერი გამარჯვება არის სამარაჯამო სიცოცხლე და ჯოჯოხეთში მყოფობას სიცოცხლეს არ უწოდებს ეკლესია. კი, არსებობის გაგრძობა არის, მაგრამ ამას არ ქვია სიცოცხლე. სიცოცხლე მხოლოდ სამოთხეშია შესაძლებელი. ამიტომაც სიტყვები ადიდე ძე შენი, რადგან უკვე ჟამია მოწევნული, ნიშნავს იმას, რომ ის კი ფიზიკურად თავისი ადამიანური სხეულით უნდა მოკვდეს და სწორედ ამით უნდა მოხდეს ის დიდება, რომელიც დიდებით ეს გამოც ჩვენ ვართ შეკრებილნი ახლა აქ 21 საუკუნის შემდგომ. ამ დიდებას მივაგებთ წმინდა გიორგის, რომელსაც ხედავთ, რომ დიოკლეტიან, ვინც არ იცის ისტორია, შეიძლება მართლა ასე ჩადო, მან გაიმარჯვა ომში და დიოკლეტიანე იქეთ მოკლა. არა, დიოკლეტიანეს ბრძანებით მას მოკვეთეს თავი, მაგრამ გამარჯვებული წმინდა გიორგია. პარადოქსია. მაგრამ პარადოქსია სწორედ სარწმუნოება, მეტი კი არაფერი. ჩვენ რაღაც არაბუნებრივი მოვლენა, სასწაული სწორედ ეს არის, რომ არაბუნებრივი მოვლენა, რო ვიცი, რომ ეხლა წყალი ღვინოთ ვერ გადავაქცევ ვერანაირად, ქრისტემ გადააქცია წყალი ღვინოთ. როდესაც ვიცით, რომ 5 პურით 5000 კაცი ვერ გაძღება და გაძღა, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს პარადოქსია, თუ კი არ მწამს. მაგრამ როდესაც მწამს, ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენა ხდება ეს, იმიტომ რომ არ არის ღმერთისთვის რაიმე შეუძლებელი. და ნახეთ რას წერს. რაცა ძემანცა შემან გადიდო შენ, ვითარცა ესე მოეც მას ხელმწიფება ყოველთა ხორციელთა. რათა ყოველი რომელი მოეც მას, მისცეს მათ ცხოვრება საუკუნო. და ესე არის ცხოვრება საუკუნო, რათა გიცოდენ შენ მხოლოდ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი მოავლინე იესო ქრისტე. ცხოვრება საუკუნო, რომლის შესახებაც ჩვენ ახლა ვლაპარაკობდით, არის ის, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს მამა ღმერთი და მის მიერ მოვლინებული ძე ღმერთი და სული წმინდა. კარგით, რომ აღარ დაგღალოთ, კიდევ ერთი წინადადება უნდა წაგიკითხოთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა წინადადება ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორმატი არ არის ხა ასე თითეული წინადადების დაწვრილებით განხილვისა. მე-17 თავის მე-6 მუხლში და ბოლო 26 მუხლში ერთ და იგივე წინადადებას იმეორებს. სხვათა შორის ბიბლია ერთ და იგივეს რომ იმეორებს, ეს ნიშნავს აი ბეჭედ დასმულ ჭეშმარიტებას. თუ კერძო სახელს იმეორებს, იცოდეთ რომ ბიბლია აქებს ამ ადამიანს. ეს არის წერის სტილი, ასე წერდნენ ებრაელები და ასე გადმოსცემდნენ. მაგალითად, როდესაც წერია ღმერთი მოუწოდებს აბრაამ, აბრაამ. როგორ ფიქრობთ, ახლა ერთ დაძახებას ვერ გაიგონებდა აბრაამი ყრო იყო? ეს ნიშნავს რომ ღმერთი აქებს აბრაამს. სამუელ, როდესაც აქებს სამუელ წინასწარმეტყველს და ასე შემდგომ. აქ ნახეთ მე-6 მუხლში წერია გამოუცხადე სახელი შენი კაცთა და 26 მუხლში წერია ვაუწყე სახელი შენი და ვაუწყო. ანუ სახელი გამოგვიცხადა ჩვენ იესო ქრისტემ. ყველა წინასწარმეტყველს გამოცხადება, რომელსაც ჰქონდა, ყველა სხვადასხვა სახელით ეცხადებოდა ღმერთი. მოსეს ეუბნება მე ვარ რომელი ვარ. იქ ისაიას ეცხადება როგორც საბაოთ უფალი, რომელიც ზეციურ მხედრობათა წინამძღოლია. იქ რაღაც ადონაი უფალი ვიტყვით, რომელიც ელშადაი უფალი ვიტყვით და სხვადასხვა სახელები აქვს. იქ ზოგი ყოვლის პრობელს ნიშნავს, ზოგი მოწყალეს ნიშნავს, მაგალითად იახვე, ელოჰიმ საჯულებს ნიშნავს და ასე შემდგომ. და ეს იცით რას ნიშნავდა, რომ წინასწარმეტყველს, რომელსაც გამოეცხადა უფალი, მიანიშნებს რა კონტექსტში უნდა გააგრძელოს მან მოღვაწეობა. საზოგადოებას როგორ უნდა ესაუბროს, რომელი ღმერთი გამოეცხადა. ღმერთი რა თქმა უნდა ერთია, მაგრამ რომელი სახელით გამოეცხადა, განსაზღვრავს მისი მოქმედების შემდგომ არეალს. როგორც მსაჯული ისე ელაპარაკა, როგორც მოწყალე ისე ელაპარაკა თუ ასე შემდგომ. მაგრამ იესო ქრისტე ამბობს, გამოუცხადე სახელი შენი კაცთა, ვაუწყო სახელი შენი და ვაუწყებ. რომელი სახელი გვაუწყა იესო ქრისტე, მიცით? მამა. იმიტომ რომ ეს ლოცვა როგორ იწყება? მამაო, მოიწია ჟამი,
ჩემი. როგორი ლოცვა გვასწავლა, როგორი წყება ლოცვა, მიმართვის ფორმა თავიდან. მამაო ქრისტესო, ესე ხომ არ ვლოცულობთ? მამაო ჩვენოს ვამბობ. გამოგვიცხადა და გვაუწყა სახელი ჩვენი იმ უამრავ სახელს შორის, ვიცით ერთი და უმნიშვნელოვანესი სახელი, რომელსაც ქვია მამა, იმიტომ რომ მისგან ვართ ჩვენ ყოველნი და ყველაფერი, რასაც ვხედავთ და რასაც ვერ ვხედავთ აი ამ სამყაროში და ჭეშმარიტი სიცოცხლე, რომლის შესაძენათაც ვიკრიბებით ხოლმე აქ მადლობის შესაწირად, არის ის, რომ შევიცნოთ მამა და მის მიერ მოვლინებული ძე და გარდამომავალი სულიწმინდა. ამინ. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე ღმერთთან.